ეხლა მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან მავნე რჩევაზე, რომელიც როგორც ძალიან სასარგებლო ისეა ინტერნეტში მოცემული, თან არაერთ ვიდეოში და გაუთვით ცნობიერებელ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს საინტერესო და ძალიან კარგი რჩევაა. კერძოდ რა ხდება, არის რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩვეულებრივ ხის ან ბალახის ნაცარს ქათმებს უყრიან საკვებთან ერთად. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ეხლა რა ხდება? ნაცარი თუ ის მიღებულია შეღებილი ხის ფიცრებისაგან, იქ შეიძლება ძალიან ბევრი მძიმე მეტალი იყოს და ელემენტარულად ქათმის ხორცი გახადოს. გამოუსადეგარი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ. ნიადაგისთვისაც კი, როცა ნაცარს ვიყენებ, ვცდილობ რომ შეღებილი, ესე იგი, ფიცრები არ დაუწვა. ის აუცილებლად უნდა იყოს ჩვეულებრივი ხის ტოტებისაგან, ან გასხლული ტოტებისაგან მიღებული ნაცარი. და არავითარ შემთხვევაში სხვა როგორც წესი ეს მაყალზე მწვადი შეწვის შემდეგ დარჩენილ ნაცარს ვიყენებ ხოლმე. სასუქადაც კი. ეხლა ქათმებისათვის კატეგორიულად არ შეიძლება, იმიტომ რომ მას აქვს ძლიერ ტუტე რეაქცია და სულაც არ არის საჭირო მისი ქათმის კუჭ-ნაწლავში მოხვედრა. ეხლა თქვენ ისეთნაირად ვერ შეურევთ მშრალ ლიმონჟავას, ხოლო სველს საერთოდ არ მიიღებენ, რომ ეს რეაქცია მისი ნეიტრალური გახადოთ. ამიტომ ასეთი ექსპერიმენტების ჩატარებას შეეშვით. პირდაპირ მიაყენებთ ზიანს ფრინველების ჯანმრთელობას. დიდ რაოდენობას საბედნიეროდ თვითონაც არ შეჭამენ, ხუდა მცირე რაოდენობაც კი არ არის საჭირო. ერთადერთი, რაც შეიძლება ნაცრისაგან გავაკეთოთ ქათმებისათვის, ეს არის, რომ ქვიშაში აურიოთ კარგად, ქვიშა უფრო მეტი უნდა იყოს ნაცარი შედარებით ცოტა და მასში ქათმები, ასე ვთქვათ, იბანავებენ და პარაზიტებისაგან უფრო ეფექტურად განთავისუფლდებიან. თუ რაიმეა დასაკენკი, იქ თვითონვე მიხვდებიან და ნახავენ, ასე რომ არავითარ შემთხვევაში ამაზე მეტი არ ქნათ. ნაცარი შეურიეთ მხოლოდ ქვიშაში და ამით ქათმებს მიეცემათ უკეთესი საშუალება, რომ ამ ტუტე გარემოთი პარაზიტები მოიცილონ თუ ყავთ, რა თქმა უნდა. აი ეს ერთადერთი გამოყენება ნაცრისა მეფრინველეობაში. სხვა მეტი არავითარ შემთხვევაში საკვებს არ შეურიოთ და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ და არ დაუყაროთ ქათმებს, მხოლოდ სუფთა ცარიელი ნაცარი, ის არ არის კარგი ფრინველის ჯანმრთელობისათვის. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.